რატომ ვერ ახერხებს მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებას და რატომ რჩება სოფლად დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები? მიზეზი მარტივი, თუმცა მოსახლეობისთვის გაუგებარია. ის, ვისაც ამ დრომდე არ მიუღია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათი, შესაბამისად პროგრამაში ვერ მოხვდა და მისი მიწები დაუმუშავებელი დარჩა. ამ სოფლებს შორისაა კვალითი, სადაც 1000-ზე მეტ ოჯახს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათი დღემდე არ მიუღია. მარტის თვიდან უნდა მოყოლებული უნდა ყოფილიყო და მარტი კი არა მაისი დაიწყო აგერა და არაფერი არ არის. არც მაქვს საშუალება ეკონომიურად რომ ვიყიდო ის სასუქი. რას გვიპირობს თავრობა მითხარი რას გვიპირებს? როდის უნდა მოგვიტანო ან შავი სასუქი და ან ხამკი მიკატები მითხარი როდის უნდა გვეღესოს იანვარში თუ თებერვალში? როდის? ახლა არ არის ეს სეზონი მაგის მე რომ მიცი ადგის და ვენახი მომწამლოთა გამაკეთოთ რითი ვიარსებოთ მითხარი რა გვაქვს ჩვენ სხვა შემოსავალი და დაუმუშავებელი დაუმუშავებელი მაქვს შვილი აბა ვინდა დამიმუშავეს მოხუცებული კარი 78 წლის ქალი ვარ ბრმა ადამიანი ოპერაციები საკუთარი აღმაგდენი საშუალება რომ ადგილი გვაქვს და ვერ ვხნავთ და ვერ ვთესავ და მუშაობა არც არის და ჩვენ მივიღეთ ვაუჩერი მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. აპრილის დასაწყისში მივიღეთ, კი, მაგრამ ნაწილობრივ მივიღეთ და ხალხი ასე პრეტენზიას გამოთქვას, რომ არ მიუღიათ. ახლა თუ დასარიგებელი იყო, ყველასთვის უნდა მიეცათ და ამათ რო ახლა ყველა ადგილობრივ შემცილი მოწამო, მაგ ნამდვილად არ არის სწორია. რა თქმა უნდა ახლა გაჩერებული ვაუჩერი არ აწყობს მან არც გამგებელს, არც რაიონისას, არც ქალაქისას, მაგრამ არ მოდის ზევიდან ალბათ, თორემ აბა რა ვიცი მე ასე ჩემი მცირე ჭკვით მე ასე ვამბობ. როგორც თემის დეპუტატები განმარტავენ, მათ თავის დროზე ჩაატარეს სოფლებში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების სრული ინვენტარიზაცია და აღნიშნული ბაზა შესაბამის სამსახურებს მოწესრიგებული გადაუგზავნეს. დღემდე არსებულ ხარვეზებს კი ისინი ვერავრით ხსნიან. იყო საკმაოდ მოცემული დრო, რომ ამ დროში დამუშავებული იყო ესიები და გადაცემულიყო და ჩვენ რა მქონდა მითითება, რა რიცხვშიდაც, რა დროშიდაც უნდა გადაგვეცა, იმ დროში ჩავედია და გადავეცით ესიები. 1400 კომლი არის, აქედან 340 ვაუჩერია მიღებული, დანარჩენი მისაღები არის. მიზეზი არ ვიცი, ყველა ერთმანეთს აბრალებს და რა არის მიზეზი? მე მაგალითად ვერ გავიგე. აი გითხრათ სიმართლე, რომ მკითხულობ, არის რაღაც უზუსტობა სიებში და არ ვიცით, აი ვის მიმართოთ, ცხელხაზეც დარეკილია, იქედან არის პასუხი, რომ მოიქნება, დაველოდოთ აპრილის ბოლოს, დაველოდოთ აღდგომის შემდეგ და აბადონ აგერ მაისი გადის უკვე თითქმის შუა მაისია და ჯერჯერობით არაფერი არ არის და ზუსტი პასუხი როდის იქნება რომ ხალხი დავაწყნაროთ რომ უთხრათ რომ აი მოვა 10-ში მოვა 15-ში და არ არის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში მონაცემთა ბაზაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ცენტრის ინფორმაციით ხშირ შემთხვევებში ბენეფიციარები სრულად არ იყვნენ მოხვედრილი სიებში. მუნიციპალიტეტში არსებული 20777 ბენეფიციარიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათი 4707 ამ დრომდე მისაღები აქვს. დარჩენილ რაოდენობას სავარაუდოდ მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს. თუმცა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში იმას ვერ აკონკრეტებენ, ჩამოვა თუ არა ბარათების სრული რაოდენობა. სულ რაიონში ირიცხებოდა მონაცემთა ბაზების მიხედვით იმ აღრიცხვიანობით, რაც თავის დროზე გაკეთდა 20727 ბენეფიციარი. აქედან ბარათები მხოლოდ 14000-ზე ჩამოვიდა. დღეისათვის დარჩენილი არის 4707 ბენეფიციარი, რომლის ბარათებით სავარაუდოდ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ თავის დროზე მონაცემთა ბაზებში გაპარულმა შეცდომებმა, ხარვეზებმა და ხშირ შემთხვევაში ბენეფიციართა გამოტოვებამ განაპირობა ის, რომ ბარათები დღემდე არ დაბეჭდილა. ეს ხარვეზი დღეს უკვე გამოსწორებულია, ყოველ შემთხვევაში სამინისტრო ინფორმირებულია ამის შესახებ უკვე, ბარათები სავარაუდოდ უკვე დაბეჭდილია და ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად ველოდებით იყო დაპირება, გუშინ წინ ისევ საუბარი იყო სამინისტროსთან, რომ ეს ბარათები კვირის ბოლოსთვის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში იმ კვირაში ალბათ ბარათები სრულად ჩამოვა, მაგრამ რჩება კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ისევ და ისევ გამოწვეული იმ შეცდომებით და იმ ხარვეზებით, რომელიც მონაცემთა ბაზაში იყო თავის დროზე დაშვებული, რომ აი 4707 ბენეფიციარიდან სავარაუდოდ ნაწილი, ისევ ძალიან დიდი ნაწილი, ისევ ხარვეზებით ჩამოვა უკან და მას კიდევ დაჭირდება გარკვეული დრო, რომ ის გამოსწორდეს. აი ეს არის რეალური მიზეზი, რაც ბუნებრივია იწვევს ხალხის აღშფოთებას, რომ ბარათები დღემდე დაყომდა.
გზა სერტიფიცირებიდან კვალიფიკაციის ამაღლებამდე რა მოეთხოვება პედაგოგს საგნობრივ და პროფესიულ უნარჩვევებში გამოცდების ჩაბარების შემდეგ და რა დროში შეიძლება გაჩნდეს მისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივა კიდევ ერთხელ სახელმწიფო ანაზღაურების ზრდის მოტივით. იმისთვის რომ აღნიშნულ პროცესში ჩაებას მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რომელიც უკვე მიმდინარეობს. მასწავლებლის განვითარების სქემაში ჩართვა გულისხმობს სერტიფიცირებული მასწავლებლების მიერ წინასწარ შედგენილი გეგმით აქტივობების განხორციელებას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს დააგროვოს კრედიტქულები. ეს კრედიტქულები საჭიროა იმისათვის, რომ მასწავლებელს სერტიფიცირებულ პედაგოგს შესაბამისად მიენიჭოს პირველი კატეგორიის მასწავლებლის წოდება, რაც ითვალისწინებს არა მარტო წოდების მინიჭებას, არამედ ხელფასით შეცვლილებას და ხელფასის გაზდას. არსებობს აგრეთვე უმაღლესი კატეგორიის პედაგოგი, რომელიც შემდგომ ეტაპზე, შემდგომი აქტივობების დაგეგმვით მიიღწევა მასწავლებლის მიერ. აი ეს სქემა უკვე მეორე წელი არის, რაც მუშაობს. მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. წელს სამუშაო ვარიანტი არის გამოქვეყნებული, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მასწავლებლებს დრო, რომელიც 8 წლიან ვადას მოიცავდა აქტივობების დაგეგმვისას და შესაბამისად კრედიტქულების დაგროვებისა, შესაძლებელია შეიცვალოს და 4 წლამდე დავიდეს. ეს არის კიდევ მოგახსენებთ სამუშაო ვარიანტი ჯერჯერობით მოწოდებული მასწავლებელთა სახლის მიერ. ალბათ შემდგომში მოგვაწოდებენ უკვე იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც მასწავლებლებსაც შეუძლიათ შეიტანონ აი ამ სქემაში უკვე დახვეწილ ვარიანტს და აი ეს სქემა ვფიქრობ ახალი სამუშაო ვარიანტი უფრო მოსახერხებელია მასწავლებლებისათვისაც მისაღებია, რადგანაც დრო შემცირებული არის. წინა წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის დაახლოებით 250 სერტიფიცირებული პედაგოგიდან სქემაში ჩართულია 50 მასწავლებელი. ყველა მათგან სამუშაო გეგმა შედგენილი აქვს. ვალდებულების თანახმად ის მრავალ მიმართულების უნდა იყოს. ჩემი სპეციალობის მასწავლებლების სერტიფიცირება როგორც კი დაიწყო იმ წელიწადზე გავედი სერტიფიკაციო გამოცდაზე და შეწევნით წარმატებით ჩავაბარე და უკვე 2012 წელს ჩავები სქემაში. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შანსია სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის, იმიტომ რომ სქემაში ჩართული მასწავლებლები გადიან უამრავ ტრენინგებს, სემინარებს, ხებულობენ დისკუსიებში მონაწილეობას, უზიარებენ გამოცდილებას და ეს მასწავლებლისთვის კიდე პროფესიულ ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მასწავლებელი უნდა გაიზარდო, თუ კი არა უნდა გაიზარდოს და უნდა იყოს მოთხოვნადი მასწავლებელი საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც, ხო? ვართ აქედან გამომდინარე უნდა იყოს დაინტერესებული რომ ის გაიზარდოს პროფესიულად და ვფიქრობ ეს ჩემთვისაც და არა მარტო ჩემთვის კარგი შანსია სქემაში ჩართვა. აქტიური პერიოდი აქვს საჯარო სკოლების უფროს კლასელებსაც. მე-11 და მე-12 კლასელები ორშაბათს პრეტესტებში ერთვებიან. ორშაბათიდან იწყება პრეტესტი მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეებისათვის, კერძოდ მე-11 კლასელები პრეტესტი ჩაუტარდებათ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია და ისტორიაში, ხოლო მე-12 კლასელებს ჩაუტარდებათ მათემატიკა, უცხოური ენა, ქართული და ასევე ისტორიაში. შესაბამისად ეს არის კატის ტიპის გამოცდები, რომელიც კომპიუტერზე გულისხმობს მოსწავლეთა აპრობაციას. შესაბამისად ისინი თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ, ქულებიც დაეწერებათ ამ საგნებში თავიანთი შედეგების მიხედვით. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურენ ამ პრეტესტირებას და ორშაბათიდან ველოდები, რომ ისინი თავიანთი შედეგებით კმაყოფილებით დარჩებიან. ოფიციალური ინფორმაციით პრეტესტის საატესტატო გამოცდების გენერალური რეპეტიციაა, რომელიც ფაქტიურად კატის ტიპის გამოცდის სირთულისა და შინაარსის გამსაზღვრელია. რაც შეეხება მე-12 კლასელების დარჩენილი 4 გამოცდის ფორმას, ის ისევე როგორც წინა 4 სკოლების ადმინისტრაციების მიერ შერჩეული ფორმატით ჩატარდება.
ზესტაფონის პრეზიდენტი კლუბის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ილია კოკაიამ დღეს ოფიციალური წერილი ზესტაფონის ადგილობრივ მმართველობას მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ის კლუბში ინვესტიციების განხორციელებას წყვეტს და ადგილობრივ მმართველობას გუნდის მუნიციპალურ ბალანსზე აყვანას და აქციების 100%-იანი წილის მფლობელობას თავაზობს. კოკაიას თქმით, ის საკუთარ გუნდზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც სახელმწიფო კლუბებს. მეორე მიზეზად კოკაია გარიგებულ მატჩებს ასახელებს. გუშინ წინ გაიმართა პრესკონფერენცია კლუბში, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში, სადაც გაცხადდა იმის შესახებ, რომ ასე ვთქვათ, შემდგომში საბიუჯეტო გუნდების შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ კი არ გადაწყდა ყველა გუნდის აბსოლუტურად თანაბრად დაფინანსება. შესაბამისად გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული ჯერჯერობითაც არ არის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მინდა დაგიდასტუროთ ნამდვილად ის ფაქტი, რომ საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გააგზავნა წერილი კლუბის პრეზიდენტის ხელმოწერით, რომელსაც საუბარია იმაზე, რომ კერძო ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ინვესტიციების განხორციელებას წყვეტს და იმისათვის, რომ ელემენტარულად გუნდის შენარჩუნება მოხდეს და თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გუნდების უმრავლესობა ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასე ვთქვათ, გუნდის გადასარჩენად იქნას გატარებული ზომები შესაბამისი და კლუბი თხოვს ადგილობრივ გამგეობას, რომ მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე კლუბის აყვანა და შესაბამისად მთელი წილის, ასე ვთქვათ, აქციების 100%-ის წილის ფლობელად გამოცხადეს ადგილობრივი გამგეობა. ადგილობრივ მმართველობაში კლუბის პრეზიდენტის ოფიციალურ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ადრესატი არასწორად არის შერჩეული. უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის დასარეგულირებლად ხვალ ზესტაფონში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ჩამოვა. მივიღეთ წერილი ჩვენი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის ბატონ ილია კოკაიას წერილი, რომელიც თავაზობს, საჭირო გამიმეორებ წერილის ტექსტს. ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება კლუბის შეწყვიტოს ინვესტიციების განხორციელება და გვთავაზობს, რომ საფეხბურთო კლუბის ზესტაფონი აღირიცხოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე და ეს უკანასკნელი განისაზღვროს კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ, ანუ ჩვენ. და თქოს პასუხს ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხი ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი, როდესაც 2 საათია სულ რაც ეს წერილი ჩვენ მივიღეთ. სრულიად მოულოდნელი, ამდენად მე არ შეიძლება ამაზე მქონოდა ჩამოყალიბებული აზრი და პოზიცია, ბუნებრივია, იმიტომ რომ მანამდე არ მსმენია ამის თაობაზე, თუ რამეს აპირებდნენ ამასთან დაკავშირებით. შეუძლებელი ამ საქმეში თუ შევაფასებთ ახლა ასე ვთქვათ სპონტანურად ამ საკითხს, არც არაფერი არ უნდა იყოს ესეთ, მაგრამ აქ თავარი ეს არ არის, თავარი არის, რომ ეს აბსოლუტურად ჩვენი საკითხი, გამგეობის გადასაწყვეტი საკითხი არ არის, არანაირი. ეს პრეროგატივა არ არის გამგეობის. ადრესატიც მე მიმაჩნია, რომ არასწორად არის განსაზღვრული, ეს უფრო არის საგრებულოს უნდა ყოფილიყო ადრესატი ამ წერილის. ალბათ საგრებულოს ვერ მიიღებდა ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას. საკითხი არის შესანახმებელი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, აუცილებლად და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. აი ამ პერსონებთან და ამ პირებთან, ასე ვთქვათ, თათბირით, შეჯერებით, უნდა განისაზღვროს საერთოდ, იმიტომ რომ საქმე თვისობრივად ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. ესე იგი, გამოდის, რომ კლუბი უნდა გახდეს მუნიციპალური საკუთრება. მე ვიცი, რომ საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს ზესტაფონის კლუბს. აქ მილიონებზე არის ლაპარაკი. თუ ეს ასე უნდა მოხდეს და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული კიდევ მეორე, მე არანაირად არ ვარ ამ საკითხის გადამწყვეტი. თავისთავად დაკავშირებული ამას უნდა მოყვეს შესაბამისი ფინანსური რესურსი, იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რომელიც დღეს ზესტაფონის ბიუჯეტს გააჩნია, ეს არანაირად შესაძლებელი არ არის. უბრალოდ გამორიცხულია ეს, ზვიად სიჭინავა. სულ ამ წერილის მიღებიდან სულ 1 საათის შემდეგ დარეკა და მითხრა, რომ ამ მიიღეთ თუ არა წერილი, მე ვთქვი, კი მივიღე. მე თქვენი პოზიცია, მე ვთქვი, მე ამ თუჩი ჩემ პოზიციას თქვენ ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ფაქტურად ეს თემა ჩემთვის იყო მოულოდნელი თემა, მე არც მიფიქრე ამ თემაზე და არც მანამდე სვენია რაღაცა რო ეს
იგეგმებოდა თქვა გეგმავდა მას კლუბის ხელმძღვანელობა, ამდენად ამაში ჭირდება გადახარშვა, ჭირდება ჩემი პოზიციის ჩამოყალიბება, უნდა ჩამოყალიბდე მე ვთხარი ამ პოზიციაში მეთქი და რომ ესე გამაფრთხილა იმან რომ აქ ცოტა სხვა რაღაცებია ჩადებული შეიყო და სატელეფონო თემა არ არის, ამიტომ ჩვენ ველით სტუმრობას ხვალ 12 საათზე მობრძანდება ბატონი სიჭინავა ზესტაფონში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავждებით მე ხა დღეს ჩავაყენებ საქმისურში საგრებულოს შესაბამის სამსახურებთან ერთად მობრძანდება ბატონი სიჭინავა და დავждებით და განვიხილავთ ამ თემას და ფან-კლუბის წევრები საკუთარი გუნდის გადასარჩენად საპროტესტო აქციის გამართვას გეკმავენ. ისინი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ და მათ საკუთარი გუნდის თანაბარ პირობებში ჩაყენებას თხოვენ სხვა გუნდებთან. უკვე მესამე შემთხვევაა, მინდა გითხრათ, მე საკმაოდ სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და მესამე გუნდი არის დაშლის საფრთხის წინაშე. ორი გუნდი ზესტაფონში დაიშალა დაფინანსების არ ქონის გამო. თავის დროზე ეს რომ მარგვეთი, მე მეტალურგი 2004 წლის შემდეგ ამ გუნდს არ შექმნია არანაირი პრობლემა, ყავდა კერძო ინვესტორი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როდესაც სხვა ქალაქებში არა მარტო მუნიციპალიტეტები, არამედ უკვე სამინისტროები აფინანსებენ გუნდებს, ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ ამ გუნდზედაც იზრუნოს ვინმე. ამოვიდა როგორც ჩანს კისერში ინვესტორს ყველაფერი ეს და თქვა უარი გუნდზე და სრულ 100%-ს რამდენადაც მე ვიცი გადასცემს აქციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. თუმცა დაფინანსების შანსი ადგილობრივი ორგანოებიდან რამდენადაც მე ვიცი არის ძალიან მიზერული. მაგრამ რამდენადაც ასევე ვიცი მინისტრი სპორტის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებოდნენ გორში, სადაც მსგავსი პრობლემებია და მათ რაღაც დაპირებები მისცეს. ეხლა იგივე პრობლემები გვაქვს ჩვენ. ანუ გამოსავალს არ შეხედავთ. გამოსავალს ხედავთ იმაში, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი და გაგვაცნონ ის გეგმა, რა გეგმითაც ისინი აპირებენ გუნდების გადარჩენას, იმ გუნდებისას, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ორ შაბათს 13 მაისს დავგეგმოთ საპროტესტო აქცია, სადაც გავაპროტესტებთ შექმნილ ვითარებას. დახმარებისათვის მიმართავთ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ზვიად სიჭინაოს, ასევე მინისტრს, სპორტის მინისტრს ბატონ ლევან-ყიფიანს და გვინდა რომ მოვიწვიოთ რათა ჩამოვიდნენ ჩვენთან, დავждეთ ერთად და მოვილაპარაკოთ რა გზებით შეიძლება რა ხერხებით, რომ კლუბი გადარჩეს, კლუბი გააგრძელოს ისეთი ფუნქციონირება, როგორც აქამდე იყო. თან იმის ფონზე რომ ამდენი ტიტული, ამდენი სახელი მოიპოვა და მოკლედ ყველა ზესტაფონას ვეპატიჟებით 13 მაისს, ვისაც კლუბზე შედგება გული და 14 საათზე ვიწყებთ საპროტესტო აქციას. მიმართავთ სახელმწიფოს დახმარებას გუნდის გადარჩენისათვის 13 მაისს 3-ის ნახევარზე ვაწყობთ აქციას ზესტაფონის ფან-კლუბი გუნდის გადარჩენისათვის. ვეპატიჟებით ყველა ზესტაფონელს, რა თქმა უნდა და ასევე დიდი სურვილი გვაქვს ჩამოვიდეს სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და